მოგესალმებით. ეს არის გადაცემა თავარი სივრცე Space News-ისგან. ჩვენი გადაცემის თემა დღეს არის ამერიკაში მიმდინარე მოვლენები. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ ამ თემაზე, ვიმსჯელებთ, განვიხილავთ. ყველასთვის ძალიან ნაცნობ და პატივსაცემ პიროვნებასთან ერთად, ჟურნალისტ ნუგზარ რუხაძესთან ერთად. მოგესალმებით ბატონო ნუგზარ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ მოგზანდით. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია. თქვენთან ერთად. ჩემთვის არის დიდი პატივი და მინდა მოგილოცოთ ამ ტელევიზიის გახსნა. თქვენ რა თქმა უნდა ხარ თანამედროვეობის ნამდვილ ფერხულში. ასე დაიწყო ჩვენი ტელევიზია POST TV, Facebook-ი და ბოლოს დამთავრდა ერთი მშვენიერი დიდი ტელევიზიით. ასე რომ გისურვებ ძალიან დიდ წარმატებას. ჩემთვის ეს ძალიან ნაცნობი გარემოა და ძალიან ნაცნობი პროცესი. ამიტომ ეხლა ვარ სახში, ასე ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნუგზარ. იმედი მაქვს რომ ჩვენც გვაქვს ეს პრეტენზია რომ გავიზარდოთ, ასე ვთქვათ. მე ვთვლი რომ საკმაოდ საინტერესო გადაცემებს ვთავაზობთ იმ შინაარსის, რაც დღეს აუცილებელი არის და რაზეც არის დღეს მოთხოვნა ჩვენ საზოგადოებაში. მე კიდევ ერთხელ გიდასტურებ ჩემს პატივისცემას თქვენს მიმართ და ეხლა ვიდა რომ ვისაუბროთ, გადავიდეთ ჩვენი გადაცემის თემაზე, რასაც ქვია ამერიკაში მიმდინარე მოვლენები. ჩვენ არ შეგვიძლია ახლა რაღაცა პროგნოზები გავაკეთოთ ამასთან დაკავშირებით, ძალიან რთულია დღეს ამის თქმა, მაგრამ შეგვიძლია რაღაცა თქვათ ვივარაუდოთ, ხო? რაღაც გარკვეულწილად. პროგნოზის გაკეთება არ შეგვიძლია, სამაგერო დასკვნის გაკეთება შეგვიძლია. დასკვნა როგორ იცი რომ აი წარმოგიდგენია რომ რა დრო დადგა, რომ საქართველოში შეიძლება ხალხს აინტერესებდეს ამერიკის პრეზიდენტის არჩევნები. აი წარმოვიდგინე 30 წლის წინ მე რო ჯაილი ვიყავი და კიდე ჩვენს ბალღობაში, რომ ვინმეზე დაინტერესებული იყო ამერიკაში ვინ იქნებოდა პრეზიდენტი. აბსოლუტურად სულ ერთი იყო, მაგრამ დღეს მაჯისცემა სამყაროს ისეთი და ისეთი კონიუნქტურაა შექმნილი, რომ ჩვენ საქართველოში 3-4 მილიონიან ქვეყანაში გვაინტერესებს რა ხდება ამერიკაში, რატო? იმიტომ რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი. ხო, რა. გაფაჩუნება გვაინტერესებს ამერიკაში, რა მოხდება. ყველაფერი პირდაპირ გვეხება. კი, რა თქმა უნდა, ეს ასე და ჩვენ მაკვირდებით ძალიან საინტერესო პროცესებს, ხო? იქ რაც ხდება, ახლა რასაც ჩვენ უყურებთ დღეს განმავლობაში. ჯერ თავიდან მინდა გავიხსენო, ასე ვთქვათ, მოვიშველიო ექსპერტების რაღაცა ესეთი გარკვეულწილად პროგნოზები, რასაც ისინი დებენ პოლიტოლოგები. ერთ მხრივ ვარაუდობენ, რომ გავა ტრამპი, ვთქვათ, იქ 238 ხმით იქნება ტრამპის სასარგებლოდ. ასე ის იმ შემთხვევაში თუ ხმები დაითვლება. ასევე ვარაუდობენ, რომ შესაძლებელია მოხდეს სასამართლოში საქმის განხილვა, ხო? და იქაც რაღაცა ამინდზე საუბრობენ, რომ იქაც მოსამართლეების რაღაც 6 მოსამართლე არის კონსერვატორი, 3 არის ლიბერალი და თითქოს თვლიან, რომ ამას შეიძლება რაღაც განსაზღვროს. ასევე ძალიან ადარებენ ამას 2016 წლის არჩევნებს მათ შორის, ხო? რაღაცით მათ შორის იმით პარალელის გატარება შეიძლება. ხო, მათ შორის იმითიც ადარებენ, რომ თავის დროზე, როდესაც ჰილარი კლინტონი და ეხლანდელი პრეზიდენტი უპირისპირდებოდნენ, მაშინ ერთმანეთს იქ 3 შტატში, სადაც პროგნოზირებდნენ, რომ ჰილარი კლინტონი გაიმარჯვებდა, ანუ წინასწარი კვლევებით, იქ გაიმარჯვა ტრამპმა. ეხლაც მოხდა მსგავსი შემთხვევა, ანუ ეს არის ფლორიდასთან დაკავშირებით. თუმცა ხედავთ რას, რომ რაღაცა 5 შტატში, სადაც ტრამპი აშკარად ლიდერობდა, მე დღეს ვაკვირდებოდი ამ ინტერაქტიულ რუკას, რომელსაც Fox News-ი ავრცელებდა და იქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იქ იმ შტატებში, სადაც თითქოს და ტრამპი ლიდერობდა, იქ უცებ შეწყდა ხმების დათვლა, ხო? ამის შესახებ შემდგომ ტრამპმა დაწერა თავის ტვიტერზე, მე ტვიტერის ადმინისტრაციამ ეს წაშალა, რაღაცა ესეთი ცოტათი გაურკვეველი ვითარება არის, მაგრამ თქვენ როგორ თვლით, თქვენ ადარებთ ამ არჩევნებს, 2016 წლის არჩევნებს და შეგვიძლია რომ შევადაროთ რამითი? ძალიან კარგი შეკითხვა, დიდი მადლობა ამისთვის და პატივსაცემ რა თქმა უნდა ამ შეკითხვას, მაგრამ ჩვენთვის ჩემის აზრით რა არის ის საინტერესო, აი როგორ შთაბეჭდილებას ტოვებს თავად არჩევნები, თავად პროცესი არჩევნები. მაგაზე ვილაპარაკებთ, რაც ვკითხავ. და რა არის, ეს რაღაც გულწრფელობის შთაბეჭდილებას ტოვებს, სინამდვილის შთაბეჭდილებას ტოვებს. თითქოს იცი რა მართალია სასამართლოზე არის ლაპარაკი და სასამართლო პროცესების პერსპექტივაზე და შესაძლებლობაზე, მაგრამ ადამიანები ისეთი გაფაციცებით უყურებენ, ისე ჯერათ ამ ციფრების, გაიგე რომ და
ბოლოს რაღაც რო გამოჩდება, ისი არის საერთო ერთსულოვნება რაღაცნაირ რომ შენ ეს გინდა დაიჯერო ყველაფერი. ეს იცი რაღაც არის შესაშური განწყობაა არჩევნების მიმართ. ხოლო რაც შეეხება იმას რომ შეიძლება პარალელი გავატაროთ წინა არჩევნებს და ამ არჩევნებს, რა თქმა უნდა შეიძლება, მაგი კი არა, იცი ამერიკის ისტორიაში ყოფილა 5 შემთხვევა. აი 5 შემთხვევა, 5 საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც შეიძლება შეადარო ერთმანეთს. მათ შორის აი ეს წინანდელი 2016 წელი და ესაც როდის რომ პრეზიდენტის პრეზიდენტობის კანდიდატი და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი იგებენ ხალხის ხმებს, ანუ პოპულარულ, ასე ვთქვათ, მონაცემებს, ხო? ანუ იმ ხმებს, რომელიც ხალხმა მისცა რეალურად. და ამ დროს აგებენ რეალურად. რატომ? როგორ შეიძლება ეს ფოკუსი მოხდეს, რომ ხალხმა შენ ხმა მოგცა და შეიძლება წააგო პრეზიდენტობა. აი ეს საიდუმლო, აი რას თქვენ მკითხეთ, ხო? ამის უკან დგას ზუსტად ეს საიდუმლო კი არა, ეს ამბავი, მოდი ვთქვათ. ამერიკის შეერთებულ შტატებში არჩევნების ტექნოლოგია არის ცოტა უცნაური. ძალიან უცნაური და ეს ძალიან საინტერესო არის ჩვენი მაყურებლების განსაკუთრებით, იმიტომ რომ ჩვენთვის ეს დეტალები ცოტა მაგრამ არ დამჩეს ის არ გამოგვივიდეს, რომ იგნორება გაუკეთეთ, ესე იგი თეონა შენ შეკითხვას, მაგაზეც უპასუხებთ, რა თქმა უნდა. მაგრამ ეს უცნაურობა იცი რაში გამოიხატება? იმაში რომ ამერიკის პრეზიდენტს არ ირჩევენ ხალხის პირდაპირ ხმით. ხალხი ის 250, 260, 200 რამდენი მილიონი, 300 მილიონამდე, ხო? ეს ხალხი და მონაწილეობას ღებულობს ნახევარი და თითქმის მოსახლეობის, ეს ხალხი იძლევა ხმას, მაგრამ ისინი ირჩევენ ეგრეთ წოდებულ electoral college, ამომრჩეველთა კოლეგია დავარქვათ. ანუ ხმოსანთა ჯგუფი. წარმომადგენლობა. ესე იგი, ხალხი ირჩევს ხმოსნებს. დავარქვათ, მოდი ხმოსნები დავარქვათ, იცი? ეს ტერმინი იყო გამოყენებული ერთ-ერთი პარლამენტარის მიერ და მე ავიტაცე ესა ხმოსანი. ხო, მაგრამ ბატონო, შეიძლება რომ ეს ხმოსნები არ იყვნენ, თქვათ, არასახავდნენ აი იმ მოსახლეობის აზრს, რომ მაგაშია მთელი საქმე რა, შენ შეიძლება ახლა რა ხდება, აი ზუსტ აი რო გავაგებინოთ ადამიანს, რომ მართლა აი როგორც კინოს კინოს რო უყურებ, ხო უნდა გესმოდეს, არა და შინაარსი თუ იცი რაღაც უკეთესად უყურებ, ხო ამ კინოს, აი რა შეესაქმე. ხმოსანი ამერიკაში იქნება არჩეული 538. ხო, საიდან გაჩნდა ეს ციფრი 538? ეს ციფრი არის შესაბამისი ამერიკის კონგრესის წევრებისა. 435 არის წარმომადგენელთა პალატის წევრი. ხო. და 435 ხმოსანი აქედან დაგროვდა. 100 არის სენატორი. 435-ს მივუმატოთ 100 გამოვიდა 535. და 3 არის ვაშინგტონიდან, დედაქალაქიდან. The Washington District of Columbia, კოლუმბიის ოლქის, ასე ვთქვათ, წარმომადგენლები 3. ამერიკის კონსტიტუციის მიმართ ერთ-ერთმა შესწორებამ ეს დაადგინა, რომ ეს 3 წარმომადგენელი იყოს ვაშინგტონიდან, ქალაქ ვაშინგტონიდან. სულ გამოვიდა 538. 538 რო გააყო 2-ზე, რამდენი გამოდის? 269. ხო. 269. და რომ მოიგო გჭირდება 270. იმიტომ წერია CNN-ს რომ უწერია 270. შენ ერთი ხმით მეტი გჭირდება 279-ზე რომ მოიგო. მაგრამ ვიღაცამ შეიძლება კითხოს რომ ეს 279 რომ მიიღოს თითომო. მაშინ რა მოხდება? მაშინ არჩევნები გადადის კონგრესში, წარმომადგენელთა პალატაში და წარმომადგენელთა პალატა აირჩევს პრეზიდენტს მაშინ. აი ეს მოხდება. მაგრამ ეხლა რა ხდება? იმის გამო რომ შეიძლება ხალხმა ხმა მისცეს და ხალხმა ხმა მის, მაგრამ სამაგიეროდ დააკლდეს ხმები ამ ამომრჩეველთა კოლეგიიდან, ამიტომ შეიძლება თვითონ შეცდომა იცი ადამიანის არჩევაში, როგორ შენ ხალხი გირჩევს, და ამ დროს ვიღაც არ გირჩევს. ეგრეთ წოდებული ამომრჩეველთა კოლეგია. ამიტომ ამერიკაში უკვე გაჩნდა აზრი, არის თუ არა საჭირო ამომრჩეველთა კოლეგია. და შეიძლება რა მოხდეს, იცი? შეიძლება ეს გადაიხედოს. ხო, შეიძლება გადაიხედოს. უფრო მეც გეტყვით, რა უნდა გაგიჟდები, აი რა უნდა ისა, შენ იცი რომ შტატს შეუძლია საერთოდ არ ჩაატაროს არჩევნები. ანუ არ მოიძიოს ხალხის ხმები. და როგორ? შეუძლია შტატის საკანონმდებლო ორგანომ პირდაპირ წარმომადგენლები დანიშნოს.
მაგრამ იცი რა, იმისაც რომ უფრო ნამდვილი იყოს არჩევნები, რა თქმა უნდა, ამერიკის მოსახლეობის უმრავლესობა ამჯობინებს, რომ იყოს ხალხის მიერ არჩეულ, რომ ხალხმა მისცეს ხმა. ჯერ ერთი ეს ხალხის აქტივობა, რაღაც იცი, რაღაცას გავალებს და რაღაც შენ ფიქრობ, რომ დემოკრატიულ პროცესში მონაწილეობას ღებულობ და რაღაც იცი, არჩევნები გიხარია თითქოს. და ამერიკაში ისევ როგორც ჩვენთან, წელს იყო წარმოუდგენელი აქტივობა, რიგები იდგა. რიგები წინასწარ და რა თქმა უნდა პოსტითაც გაიგზავნა, მაგალითად ისა რა ქვია, ჩემი ხმა წავიდა პოსტით მაგალითად აქედან. ხო. და იმიტომ რომ ახლა სპეციალურად ამისთვის ვერ წავედი რა თქმა უნდა. მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ასე რომ ამერიკის საარჩევნო სისტემა რა, ნუ გეგონება რომ მხოლოდ ჩვენი საარჩევნო სისტემა რაღაც ეჭვებს ხალხში. ანუ იმ ადამიანებში, ვინც რეალურად ხმას იძლევა. იქაც საეჭვა რაღაც. აი ძალიან ბევრს უკვე უნდა რომ ეს გადააკეთოს. ნუ იყოს არჩევნები პოპულარული ხმით, ანუ ხალხის ხმით არჩევა პრეზიდენტებისა და არა ხალხის მიერ არჩეულ ხმოსანთა ხმით, ასე ვთქვა. ასე რომ საეჭვა ყველგან ყველაფერი და საერთოდ რას გეტყვი იცი? არ ვიცი ახლა შეიძლება ამისთვის ჩამქოლონ, მაგრამ ამ დემოკრატიაშიც რაღაც საეჭვა ბევრი რაღაცა რა. ესეც არ არის იდეალური რაღაცნაირა მე კი არა კაცო ბრძენი ფილოსოფოსები პლატონი მაგალითად იძახოდა რა ეს სულ დემოკრატია სულ არის იდეალური. ახლა ზუსტად ასე კი არ ამბობდა, მაგრამ მის ნაწარმოებებში და მის გამონათქვამებში არის ასეთი მინიშნებები და არის ასეთი თეორია, რომ ესე იგი ჯობია ქვეყანა მართოს, და ასე ამაზე მოდი ახლა ამაზე ნუ გადავალ შორს აგვიყვანს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმაში თუ როგორ არის დღეს სამყარო მოწყობილი და როგორ იმართება ქვეყნები და როგორ მოდიან მმართველობაში ესა თუ ის ადამიანები, ესეც არ არის იდეალური რა. მაგრამ ადამიანმა ვერ მოიგონა რაღაც იმდენად ოპტიმალური, რომ დაფიქრება არ ჭირდებოდეს. ამიტომ რომ ასეთი რაღაცების წინაშე ვდგებით. ხო, ჩვენ ახლა ნახე საქართველოში როგორ ვიტანჯებით რა. წარმოგიდგენია, ხალხმა რამდენი იწვალა. ხალხმა მოიკლა თავი, იმიტომ რომ აი დადგა რიგებში ეს პირდებადები გაიკეთა, დაიკაპიცა ხელი, იქ მივიდა, ჩააბარა თავის ხმა პატიოსნად და მაინც ესე გამოვიდა ისე რომ ვიღაცას არ უნდა ახლა რატომ და რისთვის ამას აღარ ვლაპარაკობ, ეს ჩემი საქმე არ არის ამ დროში, ხო? მაგრამ აი გამოვიდა ისე რომ აი ადამიანების მიერ არჩეულ პოლიტიკურ ძალას არ უნდა შევიდეს პარლამენტში. ეს ანომალია, იცი? ის მართალია თუ მტყვანი, მაგას მე არ ვამბობ. ამის კომენტარს არ ვაკეთებ ახლა, იმიტომ რომ ის დრო არ არის ახლა ეთერში. მაგრამ ის ფაქტი, რომ ხალხმა ხმები თავისი ხმა გაიღო, მსხვერპლი გაიღო, დრო დაკარგა, იფიქრა, განერვიულდა, გაიგე თავის ნერვული სისტემა ჩააბა ამ არჩევნებში, გაიგე და დახარჯა დიდი ენერგია, თავისი თავი დაახარჯა. ამ არჩევნები გააკეთა, მოლოდინი აქვს ამ არჩევანი. იგი ღალატდება, იმიტომ რომ ვიღაცას არ უნდა პარლამენტში შესვა, რატომ? იმიტომ რომ ნაწყენია. ოღონდ ვიმეორებ, მე არ ვამბობ ვინ არის ნაწყენი რატომ და მართალია თუ არა ნაწყენი როა. ეს სხვა თემაა, რომელიც ამ დღევანდელ გადაცემას არ ეხება. ხო. ბატონო გზარ, ჩვენ ვხედავთ რაღაცა გარკვეულ ესეთ საპროტესტო მუხტს, ხო? იქ ახლა ჩვენ დღეს ნახეთ, რომ იქ თეთრ სახლთან მივიდნენ ბაიდენის წარმომადგენლები. ასევე მხარდამჭერებიც აანონსებენ. მე დღეს ტვიტერზე ვაკვირდებოდი ასევე იქ რაღაცა თითქოს ფიქრობენ, რომ შეიძლება იგივე ტიპის არეულობები იყოს, რომელიც იყო რამოდენიმე თვის წინ ამერიკაში. ძალიან ბევრი მაღაზიამ უკვე დახურა, მაღაზიები დახურეს, იმიტომ რომ შეიძლება იყოს არეულობა და ამის თავიდან აცილების მიზნით. ამ მხრივ თქვენ ამას როგორ შეაფასებდით? ანუ ამავე დროს კიდევ იქ ჩვენ ხედავთ, რომ რაღაცა ლას-ვეგასის იქ კაზინოებმა დადეს 91%-იანი რაღაცა მოგება დადეს ტრამპზე, ხო? რაღაცა ესეთი ვითარება ორივე მხარე ძალიან შენი შეკითხვებით შემოთეუნა, ესე იგი ტყიაში აჯენ, ესე იგი მეკითხები იმას, რაც მე და შენ კი არ გვაწუხებს, მაგრამ თემს პლუს აწუხებს. ესე ამერიკის ასეთი არეულობა, ასეთი გადასხვაფერება, ამერიკის ასეთი უარყოფითის მიმართულებით მეტამორფოზა არავისთვის არ არის კარგი სამყაროში. რა თქმა უნდა. იმიტომ ძალიან გავლენიანი, ძალიან დიდი ქვეყანაა, ძალიან მძლავრი გეოპოლიტიკური, ასე ვთქვათ, ნადირია და ამის ცუდად შერყევამ შეიძლება სამყაროში რაღაც ძალიან ცუდი რყევები გამოიწვიოს. მართლაც არის
პროტესტის, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი ტალღები ამერიკაში. ეს პროტესტი რატომ ხდება, ეს უკვე ამაზე უკვე წიგნები იწერება, სკელტანიანი და ამაზე ლაპარაკს ალბათ ჩვენ დღეს ვერ შეძლებთ თუ რატომ და რისთვის, მაგრამ ფაქტია რომ ასეთი პროტესტის ტალღა არსებობს და ეს ადამიანებს აწუხებს. თანაც რა ხდება? ვინი ფიქრებს, რომ ვინი ფიქრებდა, რომ ესეთ დაალაგებულ, ესეთ მოწესრიგებულ მდიდარ ძლიერ ქვეყანაში უცებ რაღაც პროტესტი ვანდალებს წარმოშობდა. ეს ვანდალიზმია, მაღაზიაში რომ ვარდებიან და იკიპავენ მაცერებს და იმას ვაკეთებენ, მტერს სასრუტებს და კიდე საჭმელს და სასმელს. ეს არის ჩვეულებრივი ვანდალიზმი. ეს საკუთრება არის ძალიან მაღალ დონეზე. ანუ რა მოხდა? უყურე, რა საინტერესო რაღაც დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ აქ. იცი, თურმე ეს გარეგნულად რაც ჩანს ამერიკაში, ეს ყველაფერი ყოფილა კანონის წყალობით. იმიტომ რომ კანონი დაწერა და მოვიდა თავში კანონი დაწერა, ჩათვალა რომ ეს კანონი არის ადამიანის აქციელის, ასე ვთქვათ, ოპტიმალური ვარიანტი და მე ამ კანონის აღსრულებელი დანიშნა, რომელიც წარმატებით გააკეთა, დაწერა კანონი, აღსრულებელი დანიშნა და აღსრულა კანონი, ხო? ხო. როგორც კი კანონმა უკან დაიხია და ვიღაცამ დაინახა, რომ მე არ დავისჯები, იმ თუჩი გადაიქცა ვანდალად. ხო, იქ ამერიკაში. იმ თუჩი გადაიქცა ვანდალად. აი მე მაგალითად ფიქრობ, რომ კანონის არ შესრულების გამო საქართველოში ვენაცვალე საქართველოს ნაკლები შანსია რომ კაცი გადაიქცეს ვანდალად და ქალი და გაქურდოს მაღაზია, იხევთოს დრო რომ არ დამჟიანო, გაიქცეს მაღაზიაში, კი და რაღაცა მოტეხოს და მოიპაროს. აი ამისი არ მჯერა რომ შეიძლება ეს საქართველოში მოხდეს და მე ეს მიამაყება როგორც ადამიანს და როგორც ამ ქვეყანაში დაბალდებულ და გაზრდილ ადამიანს. ახლა შეიძლება ამერიკას ვაწყენო ამით, მაგრამ ფაქტია რამდენჯერ ყოფილა ასეთი შემთხვევა, როცა კანონის სუსტება და უკან იხელს და მისი აღსრულება აღარ შეიძლება იმ დოზით, რომელიცაც წინათ ხდებოდა, იმ წუთში ხდება რაღაც საშინელი. და სასირცხო მე ვიტყოდი. ხო, ანუ ტალღა უკმაყოფილებას არის პროგნოზი, რომ ეს ტალღები შეიძლება გაგზეს და განსაკუთრებით მე გაგონილი მაქვს ჩემი მეგობრებიდან და ჩემი ნაცნობებიდან, რომ თუ ტრამპმა გაიმარჯვა, ვაიმე შეიძლება რაღაც ძალიან დიდი უსიამოვნება დაიწყოს. რატომ? იმდენად არიან აღხსნილები უკვე ეს ლიბერალური მოძრაობის, დემოკრატიული ლიბერალური მოძრაობის მონაწილეები, იმდენად არიან გაბრაზებული უკვე და იმდენად უნდათ რომ ტრამპი მოიშრონ თავიდან, რომ ყველაფერზე არიან წამსვლელი აბსოლუტურად. ხო და რეალურად ბატონო ნუგზარ ეს არის თუ არა ღირებულებათა ჯახი? აი თვითონ ამერიკაში, ხო? ჩვენ რას ხედავთ ახლა? აქეთ არის ბაიდენი, აქეთ არის ტრამპი. ტრამპის ჩვენ ხო ვიცით რა არის მისი მთავარი მესიჯი, ხო? ღმერთის ოჯახი სახელმწიფო, ახლა დემოკრატებთან და ლიბერალებთან ვიცით რომ ღმერთი ნაკლებად ეს არ არის რა თქმა უნდა ჯახი ცივილიზაციებს შორის, ასე ვიტყოდი, მაგრამ შეიძლება იყოს ჯახი პოლიტიკურ კულტურებს შორის, რა თქმა უნდა. პოლიტიკურ კულტურებს შორის. ახლა როგორ არის იქ დანაწილებული? იქ იცი უკვე ამერიკაში კონსერვატორს შეიძლება ნამდვილი კონსერვატორი ვერ დაარქვა, შეიძლება ნახევრად კონსერვატორი იყოს, შეიძლება იყოს ლიბერალ კონსერვატორი ლიბერალია, რაღაცა ესეთი რაღაც და შეიძლება იყოს დემოკრატი, მაგრამ შეიძლება კონსერვატორი დემოკრატი იყოს, რაღაც იცი დანაწევრება მოხდა. ანუ კაფიოდ გამოკვეთილი დემოკრატი, კაფიოდ გამოკვეთილი კონსერვატორი შეიძლება უკვე აღარც იყოს, იცი მაინც და მაინც. მაგრამ რაც შეეხება იდეოლოგიას, დემოკრატებს პარტია ხო არის დემოკრატიული და რესპუბლიკალური ძირითადი ორი პარტია, რომელიც იბრძვის პრეზიდენტობისას. ის სხვებიც არიან, ვინც პრეზიდენტობისთვის იბრძვის. რამდენიმე ათეული ადამიანი იბრძვის პრეზიდენტობისას ამერიკაში, როგორც ჩვენთან ისე. იქ უფრო მეტია მე მგონი, ხო და ეს გამოკვეთილი, ასე ვთქვათ, პარტიები, ეს რესპუბლიკური და დემოკრატები, როგორ არიან იდეოლოგიურად გაჯერებული, დემოკრატები უფრო არიან ლიბერალები და რესპუბლიკელები უფრო ითვლებიან კონსერვატორებად, ასე ვთქვათ, ხო? ანუ იდეოლოგიური ჯახი, რეალური პოლიტიკური ჯახი ხდება დემოკრატებსა და კონსერვატორებს შორის, მაგრამ იდეოლოგიური ჯახი, სულიერი დაარქვით, თუ გინდა, აი იდეოლოგიური ჯახი ხდება აი ამ ორ მიმართულებას შორის და რყევებს ზუსტად ეს იწვევს. ეხლა რატო გამწვავდა? მე მხოლოდ ამომრჩეველიც ხო განსხვავდება. მე შევლე მხოლოდ ვარაუდი გავაკეთო. ეთყობა ლაპარაკია რაზე იცი, რომ
რაღაც არ არის სწორად განაწილებული ამ ამერიკაში რა. ეთყობა ვიღაცას უნდა მეტი, ვიღაც რაღაც აკლია, ეთყობა ვიღაცამ რაღაც უფრო მეტი წაი, უფრო მეტი პროცენტი დაითრია კარგი ცხოვრების. ხო. და რაც თავარია, შენ როგორც გახსოვს, ესე იგი, სულ რამდენიმე თვის წინ ეს ყველაფერი აიგო რასიზმის გამწვავებას, ხო? აი მე ვიტყოდი ეს რასიზმიც გაბერილია. რა თქმა უნდა. მე ვიტყოდი და ეს მოთხოვნებიც, ასე ვთქვათ, ჩემის რომელიც დგას ამ პროცესების უკან, ესეც გაბერილია ყველაფერი. ის რომ აი გაბერილია მაგალითად white supremacy რო ეძახიან, ანუ თეთრი უპირატესობა რა, ანუ თეთრების პრიმატი, თეთრების უპირატესობა, თეთრკანიანის ასე ვთქვათ. ესე ძალიან გაბერილად მეჩვენება, მაგრამ ის რომ ამერიკულმა სახელმწიფო რეჟიმმა, ის რომ ამერიკულმა establishment-მა ალღო ვერაუღო და ვერ შეანელა რასიზმი ამერიკაში, ეს ფაქტია. რატო იცი, ახლა მე დიდი ხანი ვიცხოვრე და პირდაპირ უნდა გითხრა, რომ იცი, თეთრის და შავის ამერიკაში არევა, ისი არ ხდება როგორც ზეთის და წყლის. გასაგებია, ხო? არ ხდება, ნუ რაღაც ვერ შეეგუონ ერთმანეთს. და ის რომ ისინი ერთმანეთს ეგუებიან გარეგნულად, ყოველ შემთხვევაში ამ შემთხვევამდე, როცა შეეწირა პოლიცielis, ასე ვთქვათ, სამართლებრივ მოქმედებას დაუშვათ, ასე დავარქვათ, შეეწირა შავკანიანი, ფერადკანიანი ადამიანი. ეს მოვლენა უკვე გადაიზარდა მაშინ რა ქვია დიდ პროტესტში, მაგრამ თავისთავად არა, მანამდე 60-იანი წლებიდან მარტინ ლუთერ კინგის მოძრაობიდან აი ამ მოვლენამდე უკვე ამერიკაში დაისადგურა ეგრეთ წოდებულმა პოლიტკორექტულობამ, მაგრამ თეონა პოლიტკორექტულობა უკვე ამერიკაში მიდის ნამდვილ აბსურდამდე. და მაგალითი მოგიყვანო, აი მის თქმა არ მინდოდა რა, იმიტომ რომ არ მინდა, აი არ მინდა ისი ბოლომდე გაუფუჭო ხალხს წარმოდგენა ამერიკაზე რა. აი რა მოხდა გეტყვი. თურმე, როგორც მე მითხრეს, როგორც ყოველდღე ველაპარაკები ამერიკას და მეგობრები მიყვებიან, ხო და მათ შორის არის ძალიან ბევრი პოლიტიკური მწერალია, ძალიან ბევრი ჟურნალისტია, მოღვაწე. ბიჭო, ხმას ვერ ამოიღებო, რომ ტრამპი გინდა აირჩიო. იმიტომ რომ სახიფათო, წარმოგიდგენია? ტრამპის არჩევა არის სახიფათო, რო თქვაო. შენ გირჩევნია იყო ჩუმად შენთვის, ვიდრე თქვა, რომ ხარ ტრამპის მომხრე. ანუ პოლიტკორექტულობა ეგრეთ წოდებული სანამდეა მისული და საერთოდ რას გეტყვი, იცი? მოდი მას რა ქვია, გაჟეჟილს გატეხილი ჯობია, მოდი თქვა. საბჭოთა კავშირში მეტი კი არაფერი. საბჭოთა კავშირში რატო საყედურობდნენ? საბჭოთა კავშირში დისიდენტებს რა აჩენდა? აი ესეთი რეჟიმი, ასეთი იდეოლოგია, ასეთი განწყობა, ადამიანის თავისუფლების ჩახშობის ასეთი მცდელობა. მეტი კი არაფერი რომ საბჭოთა კავშირში რა ქონდა სასაყვედურო, აი ეს ქონდა სასაყვედურო. ხო, რა თქმა უნდა. სწორედ აქედან გამომდინარე ხო არ არის ის, რომ თვითონ აი ამ ლიბერალურ პარადიგმას თვითონ ხო რაღაცა მსოფლიოში რაღაცა გარკვეულწილად ძალიან წყალი აქვს შეყენებული. ახლა რასაც ჩვენ ვუყურებთ, განსაკუთრებით კოვიდის შემდგომ მაინც ახლა ეს არის ფაქტია, მაგრამ თან საქართველოშიც მე ხა დღეს ვაკვირდებოდი სოციალურ ქსელში ძალიან საინტერესო ტენდენციას აღმოვაჩინე, რომ მართალია ახლა სრულად არ შემიძლია ამის თქვა, მაგრამ ძალიან დიდი ნაწილი თქვა ნაცმოძრაობის მომხრეები არიან ბაიდენის მომხრეები, რაღაცა ნაწილი, ანუ ოცნების მომხრეები არიან ტრამპის მომხრეები, ხო? რეალურად, ანუ თითქოს და ბაიდენის, ანუ ასე ვთქვათ, ბაიდენის მხარდამჭერებს გონიათ, რომ რა ამ ლიბერალური, ვთქვათ, ლიბერალური ჰეგემონია აღდგება შემდგომ, ხო, თუ აი რისი იმედი აქვს, ეს ხო რაღაცა ცოტათი უფრო ჩემთვის ახლა ირონიის მომგვრელი არის პრინციპი. ის რაც შენობით რო გელაპარაკობ, კი, რა თქმა უნდა. ეს რაც შენახავ თქვი, ამას ეს შეიძლება სამართლიანად არის ნათქვამი და სწორად არის შეიძლება თქვათ, მაგრამ თლათ ასე მკაფიოთაც ვერ იტყვი. არა, ხო, უბრალოდ რაღაც ტენდენცია ამის. კი ვერ იტყვი, რომ აი ნაციონალებს ბაიდენი უნდა და რა ქვია, დანარჩენებს უნდა არა ეს ამის თქმა რა თქმა უნდა არ იქნებოდა თლათმართებული, მაგრამ თუ კი ეს სამართლიანია ეს ნათქვამი, ამის საფუძველი და ამის ბექგრაუნდი, ასე ვთქვათ, არის ის, რომ
ნაციონალური მოძრაობის იდეოლოგიური საფუძველი ჩემის აზრით უფრო ლიბერალურია, ვიდრე კონსერვატული. ალბათ, ხო? ალბათ და ალბათ ამიტომ, ხო? ასია, იმიტომ რომ ეხლა დეტალებზე მოდი ნუ შევჩერდებით, იმათ რა უნდა ჩვენ რა გვინდა როგორი განწყობა მაგალითად LGBT-ს მიმართ, აბორტის მიმართ და ასე შემდეგ ეს ამ დეტალებს მოდი ნუ ჩამოვთვლით. გაიგე, მაგრამ ელფერი ასეთი აქვს. აი ახსნა ასე შეიძლება, ალბათ ასია. ხო და აი ეს დაპირისპირება რომელსაც იქაც ვხედავთ ჩვენ, ხო? და შემჩნეული გაქვს სწორად ეს. ხო, რასაც ვხედავთ იქაც, თქვათ აი განსხვავებული ბაიდენის მხარდამჭერები და მაგრამ ეს იმედი არის ამაო. ხო. რა თქმა უნდა, აი სწორედ ამას ვაკობ მე რაღაცა უკვე ვერავინ ვერ გაიგებს რა მოხდება საქართველოს მიმართ ტრამპის ან ბაიდენის. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ რადიკალური ცვლილებები ამას არ მოყვება იქ. თქვი რომელიღაც ეთერში რომ ძალიან ძნელი სათქმელია. ის რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობას საფუძველი არ შეერყევა, ამის გარანტია, ამის მე მიხედავ იმისა, რომ მე არა ვარ პოლიტოლოგი და ვარ ჩვეულებრივი, შენ ახლა გელაპარაკება ჩვეულებრივი მოყვარული, მეტი არ არის. ჟურნალისტი კი ბატონო, მაგრამ მოყვარული და არა პოლიტმეცნიერი, ასე ვთქვათ. მაგრამ მე ვერ ვხედავ ვერავითარ მიზეზს იმისათვის, რომ ქართულ-ამერიკული ურთიერთობა შეიცვლება რომელიმე სარჩევის გამო. ეს მაგრამ რაღაც პატარა ნიუანსები შეიძლება გაჩნდეს ისეთი, რომელსაც დაჭირდება ჩვენი ყურადღება, ასე ვთქვათ და დაჭირდება ჩვენს პატარა მუშაობა დაჭირდება თუ კი რაღაც საკორექციოდ ურთიერთობაში დადგება საქმე, მაგრამ დიდი საკორექციო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში მე მგონი არაფერი არ ექნება. ხო, მეც ასე ვთვლი, იმიტომ რომ თან მით უფრო ჩვენ გვახსოვს რაღაცა ჩვენი უახლესი წარსული, როდესაც იყო ობამა პრეზიდენტი, მაშინ რაღაცა მიხეილ სააკაშვილს გარკვეულწილად გაუწევდა ეს ურთიერთობები, ასე მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ მე მაინც მირჩევნია, რომ ისევ ტრამპი მოსულიყო და ისევ ასე ვთქვათ ჩვენი გონების და ჩვენი სულის კონსერვატულ მიმართულებას ემეფა, ასე ვთქვათ, მერჩია ვიდრე საპირისპიროს. მაგრამ ჩემი პირადი განწყობაა და ეს ჩემი პირადი განწყობა ალბათ დიდ არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ჩემი ცხოვრება და იმას ვინ უნდა შეეხოს ახლა მართლა საბჭოთა კავშირში ხوارა ვარ, არა მე მინდა კონსერვატორი ვიქნები და მინდა ლიბერალი ვიქნები. ხო, რა თქმა უნდა. ხო, და რაც შეეხება ჩემ ჟურნალიზმს, არა, იქ მე არავითარ შემთხვევაში გადახრას ან ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს არ მოვიხმარ. მე ვიქნები ის, რაც უნდა ვიყო, რომ არ მიცემ თავს არასოდეს უფლებას, რომ სადმე გადავიხარო. ხო. მე პრინციპში ახლა დასასრულისკენ მივდივართ ბატონო ნუგზარ და მინდა რომ გარკვეულწილად ჩვენი საუბარი რაღაცნაირად შევაჯამოთ და მე ყოველთვის ვთვლიდი რომ ლიბერალური ღირებულებებმა ბოლო პერიოდში მაინც განსაკუთრებით ამოწყურა თავისი თავი. რაღაცნაირად გაშიშვლდა, თითქოს საზოგადოებამ უკვე დაინახა, ხო, რასთან აქვს საქმე და შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის არის ხო, როდესაც ადამიანის ღირებულებების კონფლიქტი ჩნდება, ხო? მასთან იმიტომ რომ ეს არის დაკავშირებული მის ემოციასთან. მით უფრო როდესაც ვიღაცა ცდილობს რომ შენი ემოცია ძალით შეცვალოს, ხო? სწორედ ეს დაინახეს შეიძლება ითქვას, როდესაც ცდილობდნენ რომ რაღაც ადამიანებს ეს ემოციები, რაც ძალიან ძვირფასი იყო მისთვის, მაგალითად რელიგია და ასე შემდეგ, თითქოს ეს რაღაცა შეეცვალათ, ხო? მე ვთვლი რომ გარკვეულწილად ამიტომაც მოხდა რომ რაღაცა ეს ეს თვითონ ეს ლიბერალური ჰეგემონია რაღაც ბოლშევიზმში გადავიდა გარკვეულწილად საზოგადოება ძალიან ბევრი ვიცი ვინც ამ მხრივ შეიცვალა თავის წარმოდგენები. გული უნდა დაგწყვიტო და მე უნდა შევიკავო თავი ამის კომენტარისგან, მაგრამ ერთ კომენტარს გავაკეთებ, რომ ჩვენ თანამედროვე ადამიანები ვართ ძალიან დიდი ზეწოლის ქვეშ. მრავალმხრივი ასე ვთქვათ, მრავალწახნაგოვანი, ასე ვთქვათ, იდეოლოგიისა, გაიგე? ჩვენზე მოქმედ, ჩვენ მკითხველი ხალხი ვართ, ჩვენ ინფორმაციის მეფობის ხანის ადამიანები ვართ. და ჩვენ გვიხდება ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ცოდნის გადახარშვა. ამ ცოდნის გადახარშვის დროს, რა თქმა უნდა, ჩვენში შინაგანად ძვრები ხდება და ჩვენ ადამიანები ვართ და სუსტები ვართ რაღაცნაირად და ჩვენ ვერ დავიჩემებთ იმას, რომ ყოველთვის შევინარჩუნებთ იმას, რაც გუშინ გვეგონა მართალი.
დღეს შეიძლება სულ სხვა რაღაც მოგეჩვენოს ჭეშმარიტება და ხვალ სიმართლე მოგეჩვენოს სულ სხვა რაღაცა. რატომ? იმიტომ რომ ზეწოლის ქვეშ ვართ რა. მე აგერ ამ ხნის კაცი ვარ, უკვე 78 წლის კაცი ვარ, გაიგე და ყოველდღიურად ვარ ისეთი ზეწოლის ქვეშ, თქო, აი პირდაპირ გეტყვი შვილო რა. ყველაფერში ეჭვი მეპარება. აი ყველაფერში მეპარება ეჭვი. ლექსი, რომელიც მე წავიკითხე და გავიგე 40 და 30 და 40 წლის რო ვიყავი, იგივე ლექსი დღეს, იგივე ლექსი და იგივე პოეტის ლექსი, რომელიც მაშინ მოქმედა და ჩემს ისო დღედაღამე ვფიქრობდი, რა თქვა ნეტა გალაქტიონმა, ხო? ნეტა რა თქვა? აი დღეს ამას ყველაფერს უყურებ აბსოლუტურად სხვანაირად. ხან უფრო მძიმედ, ხან უფრო მსუბუქად. ამიტომ შევიკავე თავი კომენტარისგან. მოდი ნუ გვეგონება რომ ჩვენ იმდენად მაგრები ვართ, იმდენად ძლიერები ვართ ფილოსოფიურად, რომ ჩვენზე არაფერი არ იმოქმედებს. ჩვენზე ყველაფერი მოქმედებს. ხო, რა თქმა უნდა. ის კი არა დედა და მამა რო ეტყვის ბავშვს რაღაცას დედმამურად, ისიც მოქმედებს იმ ბავშვზე. შეიძლება იმ წუთში იმ ბავშვი ისეთი რაღაც გადაიხარშოს, რომ დედმამამ შეიძლება ვერც გაიგოს. ხო. ეს რა უთხრა ნეტა? და ისე დაბერდებიან და ისე წავლენ ამ ქვეყნიდან, ვერასადმე ვერ გაიგებენ, რა უთხრეს თავის შვილს ისეთი, რომ ეს ბავშვი შინაგანად შეიძრა. აი ესეთი ბავშვები ვართ ჩვენ. იმ დიდი იდეოლოგიური ზეწოლის, იმ დიდი ფილოსოფიური იდეოლოგიური ზეწოლის ქვეშ, რომელიც დღეს არის. ხო, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საბოლოო როგორ თვლით, ანუ როდის რაღაც შეიძლება ეს 2 კვირა გაგრძელდეს, ხო, ეს პროცესი, ანუ შეიძლება არ გაგრძელდეს. პრინციპში არა ხვალ ზოგიერთი რა ხდება ალბათ, ხო? მაგრამ ეს ასე არ დამთავრდება. იქნება ხმების დათვლა, გადათვლა, გადმოთვლა, ასე იგი ანგარიში, ბუღალტერია. ეს მე შეიძლება ჩივილები მოხდეს, უმაღლობელები მოხდეს, გამოსვლები იყოს ჩვენ, შეიძლება ჩვენზე ვარესი გამოსვლები იყოს, შეიძლება სასამართლოები ატყდეს, მე ხელახლა დათვლები მოხდეს, ეს შეიძლება გაგრძელდეს. საბოლოო შედეგი მომწიფდება ალბათ ერთი კვირის 10 დღის შემდეგ, ალბათ დაახლოებით, რომ უკვე დაღვინდება ეს ყველაფერი. ეხლა არის მაჭრის მდგომარეობაში. დუხს ყველაფერი და ამ ციფრებთან ერთად ამერიკული საზოგადოება დუხს. ისევე როგორც ჩვენ ერთი კვირის წინ, რამდენიმე დღის წინ ვდუღდით ჩვენ და ეს დუღილი დღესაც არ გაჩერებულა. ხო, ამ არჩევნებს მთელი მსოფლიო ინტერესით შეყურებს, მათ შორის ჩვენც და აი ახლა რომ ვლაპარაკობთ, იქ რაღაც ბედი წყდება ამ ტოჩი. იქ რაღაც უკვე ესეთ გაზდა კანკალებს ვიღაცა, იმიტომ რომ შეიძლება მისი ცხოვრება დიდად არის დამოკიდებული თუ ვის აირჩევენ პრეზიდენტად. ეს აი კაფიოდ ჩანს, რომ ადამიანები გახდნენ დამოკიდებული იმაზე, თუ ვინ იქნება მათი ლიდერი. ანუ ეს არის ძალიან მძაფრი პოლიტიზაცია საზოგადოების. აი აპოლიტიკური წინათ შეიძლება ყოფილიყო ვიღაცა, რა არის აპოლიტიკური? არ მიდის, არ ჯერა და არ მიდის არჩევნებზე. დღეს არავინ არ რჩება. ყველა სეკუნდა მისდო, ყველას მონაწილეობა მინდა. რატომ? იმიტომ პირადად ეხება ყველაფერი. აი როგორ ეხება პირადად, არ გაინტერესებს. მაგრამ ტრამპი არასოდეს არ მიიღებს უფასო იმას, რა ქვია, ჯანდაცვას. ხო? და ბაიდენის მხარეს უნდა რომ როგორღაც შეამზობდეს და ნაკლებფასიანი გახადოს ჯანდაცვა. არ ითვალისწინებს იმას, რომ ჯანდაცვა რო უფასო იქნება, შეიძლება ხარისხი დაეცეს შეხარჩა იმ ბატონი. ხო, გასაგებია. და ვიღაცა და ასე შემდეგ. ანუ ადამიანებს ეს არჩევანი პირდაპირ ეხებათ და ამიტომაა რომ ასე ღელავენ. რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის აი თავისუფლების გამოხატვის ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლეგიტიმაცია არის არჩევნები. მაგრამ ერთი რაღაც იცოდე რა. ტრამპი არის კაცი, რომელმაც შეასრულა თავის დაპირებები. ძალიან დიდი პროცენტით შეასრულა თავის დაპირებები. ტრამპი არის კაცი, რომელიც იცავს თავის სამშობლოს, ამერიკას იცავს. მას უყვარს ის ამერიკა, რომელიც ოდესმე ყოფილა და ამერიკას უნდა როგორც თავადვე ამბობს, რომ ეს სიდიადე დაუბრუნოს ამერიკას და რაც თავარია, ტრამპს არ უნდა რომ ამერიკა იხარჯებოდეს ტყუილ უბრალოდ. მას უნდა რომ ამერიკაში გამომუშავებული თითოეული დოლარი ხმარდებოდეს ამერიკელს, ხმარდებოდეს მის ქვეყანას და არ ხდებოდეს მისი გადაყრა არსად. და გარდა ამისა, ბევრი რაღაცის თქმა შეგვიძლია კიდე ტრამპს, რომელიც მაგარი. რა არის, მე პირადად მიმაჩნია, რომ ტრამპი არის პრეზიდენტი ტირე კაცი, პრეზიდენტი კაცი, ან კაცი პრეზიდენტი, რომელიც ამერიკას უფრო კაცურად უპატრონებს რა. ამ დიად ქვეყანას, პრინციპში BCS მესიჯი, ხო? ამ კაცობრიობის ამ
უდიდეს ექსპერიმენტს. ამერიკა ხომ ხელოვნურად შექმნილი ქვეყანა, ჩამოვიდნენ და ადამიანებმა ააშენეს ქვეყანა, სადღაც შიშველ მიწაზე. ხო და ამ ქვეყანას ეს კაცი უპატრონებდა და არ უნდა და არ მოაგებიებენ, არ მიცემენ ხმას, მე თავის თავს დააბრალონ ყველაფერი რა. ხო, თან ეს მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელიც მას აქვს, ხო, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, გავხადოთ ამერიკა დიადი. აბარა. ხო, რაც მე ვთვლი, რომ Let's make America great again. აბარა, ესე იგი ეს დიდი ლოზუნგია ძალიან. ხო, ძალიან. მნიშვნელოვანესი. ეს ძალიან ბევრად და ძალიან ბევრ ამერიკელს იამაყება ეს. კი, და ასევე ოჯახი, ღმერთი ოჯახი სახელმწიფო, ხო, ესეც რაღაცა ისეთ. მაგრამ შეიძლება დაიჯერო ამერიკის პოლიტიკის ნამდვილობის. ნამდვილია ამერიკული პოლიტიკა. ის არ არის მოგონილი, ის არ არის ესე იგი ხალბი. ნამდვილად იბრძვის ხალხი. ნამდვილად იბრძვიან პიროვნებები, მისაც რომ ლიდერები გახდნენ. ეს შეგრძნება რეალობისა და ნამდვილობისა ნამდვილად არსებობს ამერიკაში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო ნუგზა, როგორც ვთქვი, ძალიან საინტერესო იყო. ძალიან სიმპათიური ტელევიზიაში. ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იყო და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვენ გვესტუმრეთ. დღეს იმედია, რომ კიდე გვესტუმრებით. რა თქმა უნდა. ჩვენი გადაცემა კი ამით სრულდება. ჩვენ ისევ შევხვდებით ხვალ ერთად Space News-ის სივრცეებზე გადაცემით თავარი სივრცე, რომელსაც წარუძღვება გიორგი მდივანი. ხვალ ის იქნება თქვენთან ერთად დროებით, ხვალამდე გემშვიდობებით.